ჩვენ სამართლებრივად პირნათელი ვართ ჩვენს ვალდებულებებში. ნებისმიერი განცხადება, რასაც ვისმენთ, არის შანტაჟი. განაცხადა ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე კომენტირებისას. მისი თქმით, დღეს ევროკომისია საქართველოსთან მიმართებით არის საერთაშორისო სამართლის დამხვევი. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ლევან იზორიას დღეს ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხავენ. უკრაინის დელეგაციასთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე რუსული მხარე სასწაულ გარღვევას არ ელის, აცხადებს კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი. შეხვედრა დღეს სტამბოლში არის დაგეგმილი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს. ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა ჩინეთს მალე ეწვიოს, როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტ სი ძინპინისგან მოწვევა მიიღო და ვიზიტი არც ისე შორეულ მომავალში იგეგმება. იაპონურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შიგერუ იშიბამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ განცხადების გაკეთებას მომავალი თვის ბოლომდე გეგმავს.